თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ჰუმანიტარული მეცნიერებები, პედაგოგიკის გამოკლებით. აქვე არის სამართალი, ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრაცია, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მხოლოდ საინჟინრო და ტექნიკური დისციპლინები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ მედიცინის სპეციალობები. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქ გამოიყო მხოლოდ პედაგოგიკის პროგრამები. AIBET აკრედიტაციის მქონე STEM სპეციალობები. რაც შეეხება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს, აგრარული სპეციალობები, ქართულ-აფხაზური ენისა და ლიტერატურისა და პედაგოგიკის სპეციალობები, სახელოვნებო უნივერსიტეტები და სპორტის უნივერსიტეტი, შესაბამისი პროფილის სპეციალობები მხოლოდ და მხოლოდ. ბათუმისა და ქუთაისის უნივერსიტეტში იქნება მრავალფუნქციური დატვირთვა, ისევე როგორც ზუგდიდის, გორის, ახალციხის და თელავის უნივერსიტეტებში, აქცენტირება გაკეთდება მხოლოდ აგრარულ, ტურიზმის მიმართულების და პედაგოგიკის სპეციალობებზე. მთავრობაში განათლების სამინისტროს, ანუ იგივე განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, ეს არ არის ბატონი გივი, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები განაწილდება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით განსაზღვრული, ანუ ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად, უნივერსიტეტების ტრადიციული პროფილის გათვალისწინებით. მისივე თქმით, შრომის ბაზრის ანალიზმა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, განათლების სამინისტროსთან და კერძო სექტორთან კონსულტაციების საფუძველზე ჩაატარა, მრავალი პრობლემა და გამოწვევა გამოავლინა. ჩვენთვის უცნობია, ვინ იყვნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ან როდის, ან სად, ან რომელ შეხვედრაზე მოხდა მათი ჩართვა. ესე დეტალურად და სიღრმისეულად თუ არსებობს ესეთი შემთხვევები, გამოგვეხმაურეთ, სხვაზე პრეტენზია არ აქვს, ბიზნესმენია ვართ, ჩვენ საქაურები ვართ, თვალი დაუდგეს ევროპას, ცხონებული ბორის ციფურიასი არ იყოს. მანამდე ამ ამბავდე იყო კიდევ ერთი ამბავი, მთავრობის ხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოში მიმდინარე წლის 1 აპრილიდან აიგრძალება 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაციაც. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი რეგისტრაციის და დროებითი რეგისტრაციის აკრძალვას, რომელიც იმოქმედებს შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული ემისიის, ანუ Euro 5-ის სტანდარტებთან ერთად, უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეზღუდვა უზრუნველყოფს როგორც ავტოპარკის, განსაკუთრებით მსუბუქი ავტომობილების პარკის გაჯანსაღებას, რაც ქვეყანაში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას და შედეგად ჯანმრთელობის დაცვის კუთხით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება. მოდი, სტატისტიკასაც გადავხედოთ ბარემ, ხო? ერთიანად თავი მოუყაროთ ყველაფერს. საქართველოში 2025 წლის ბოლოსთვის არის დაფიქსირებული 1,914,908 ავტომობილი. ეს არის ის, რაც არის რეგისტრირებული და შარშანდელ მაჩვენებელს, ანუ 2024 წლის მაჩვენებელს, ეს ყველაფერი დაახლოებით 7%-ით აღემატება. ანუ 7%-ით მოიმატა რეგისტრირებულმა ავტომობილებმა შარშანდელთან შედარებით. რაც შეეხება 2025 წელს, ქვეყანაში ჯამში 124,321 ავტომობილი დარეგისტრირდა. უფრო ჩავშალოთ. მოდი ეს სტატისტიკა და გრაფიკა და ეს ასე გამოიყურება ავტომობილების პორტალის მონაცემებით, რომელიც ასევე საქსტატზეა, ანუ საქართველოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული. 10 წელზე მეტი ავტომობილები არის დაფიქსირებული საქართველოს ავტოპარკში 80% დაახლოებით. 13.8% ყველა ავტომობილისა, რაც საქართველოში არის რეგისტრირებული, არის 5-დან 10 წლამდე. რაც შეეხება 2-დან 5 წლამდე ავტომობილებს, ეს არის სულ 3.2% და 2 წლამდე ავტომობილები არის მხოლოდ 2%-ის ოდენობით. კიდევ უფრო დეტალურად 2025 წლის ბოლოსთვის ქვეყანაში რეგისტრირებული იყო შემდეგი წლოვანების ავტომობილები. 1,551,000 ავტომობილი, ეს იყო 10 წელი და მის ზევით, 5-დან 10 წლამდე 265,000, 2-დან 5 წლამდე 61,335 ავტომობილი, 2 წლის არის 40,000-მდე და 7,351 ავტომობილი დაუდგენელი წლოვანების არის. აქ ალბათ საბჭოთა წარმოების ავტომობილებია, რომლებიც შემორჩნენ სტატისტიკას და ასეთი
დეფინირება განიცადეს ამ პორტალზე. სტატისტიკის თანახმად, რეგისტრირებული ავტომობილების დიდი ნაწილი ეს არის ბენზინზე მომუშავე და მათი რაოდენობა 796,000 აღემატება. დიზელზე მომუშავე ავტომობილები 373,633-ია, ჰიბრიდები არასრული 200,000, სულ 199,000, 187,000 ეს არის ბენზინი და ბუნებრივი აირი ერთად. რაც შეეხება ელექტრომობილებს, კი გონია რომ მომრავლდა და რეალობა ეს არის, მაგრამ 16,000-აც არ აღწევს, 15,591-ია, ბუნებრივ აირზე მუშაობს 2,053, აი, რაზე მუშაობს და რას ნიშნავს სხვა დანარჩენი 351,476 ავტომობილი, თქვენ ჩათვალეთ, ეთყობა პირდაპირ ჭაჭას ასხავენ ან რაღაცა სხვას, არ ვიცი, დანარჩენი 351,000-ია. ხო, მიმიხვდებიან ავტომოყვარულები ძარის ტიპის მიხედვით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობრივი განაწილება. აი, ასეთია, ეხლა ყველაფერს უკვე საბოლოოდ დაინახავთ. სედანები 623, ჰეჯბექები 352,000, მაღალი გამავლობა 345, ანუ ჯიპები, სატვირთოები 145,000, სპეციალიზირებული ავტომობილები 108,000, უნივერსალი 105,000, ფურგონები 83,426, 64,000 მინივენები, კომბის ტიპი 24,000, თითქმის 24,000 ავტობუსები, კუპეები 23,017 და სხვა ტიპის ავტომობილები არის 13,129. აი ესეთი ამბავია. და პლასტიკის შემდეგ აი ეს ამბავია, რომელიც გარემოს დაცვაზე ზრუნვის თემით არის მომდინარე, თუმცა მერწმუნეთ არა ბოლო, ან მით უმეტეს უკანასკნელი. რა გავლენა ექნება აღნიშნულ ცვლილებას ბიზნესზე და როგორ აფასებენ ამ გადაწყვეტილებას ბიზნესის წარმომადგენლები, მზადდება სიუჟეტი დარჩით BMG-ზე და სულ რამდენიმე წუთში მოგახსენებთ წყობრად. ამ ამბავზე უფრო ადრე იყო კიდევ ერთი გადაწყვეტილება და ამბავი ასეთი იყო, რომ გუშინ დილითვე ისრაელის საელჩო საქართველოში ეს არის საუბარი ხო თბილისის ანძის ირანის დროშის სფერებში განათებას გამოეხმაურა ისრაელის საელჩო საქართველოში და გუშინ დილიდანვე გაავრცელა განცხადება და გამოაქვეყნა შემდეგი განცხადება. გუშინ წინ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით თბილისის ანძა ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით ირანის დროშის სფერებში გაანათეს, მაშინ როდესაც ირანის მკვლელი ტერორის მხარდაჭერი რეჟიმი ათასობით ადამიანს ხოცავს თავისი ქალაქების ქუჩაში, ჩაგრავს საკუთარ მოქალაქეებს, აქტიურად არის ჩართული ტერორისტულ საქმიანობაში, როგორც რეგიონში, ისე მთელ მსოფლიოში. თბილისში გადაწყვიტეს ამავე რეჟიმთან ერთად ირანში ისლამური რევოლუციის წლისთავი იზეიმონ თაწმინდის ანძის ირანის დროშის სფერებით განათებით. რა გზავნილია ეს თბილისისგან რეგიონისთვის, მსოფლიოსა და ირანის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამდენი ხანია თავისუფლებასა და დემოკრატიისთვის იბრძვიან. წერია ისრაელის საელჩოს განცხადებაში. რა გზავნილია? იყო კითხვა. და იყო პასუხი? ვერ გეტყვით. პასუხი არც თბილისის მერიისგან, ან მით უმეტეს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან არ მოგვისმენია, თუ იქნება რაიმე აუცილებლად გაგაგებინეთ. და დღის განმავლობაში კიდევ ერთი განცხადება გავრცელდა, საუბარია საქართველოს რითეილ ასოციაციის განცხადებაზე. ეს გახლავთ უმსხვილესი მაღაზიათა ქსელის კომპანიები, ხალხში ცნობილი სუპერმარკეტების სახით და მათი ასოციაციაც არსებობს, მათი წარმომადგენლები და ხელმძღვანელები დღეს იქნებიან BMG-ს ეთერში, სხვადასხვა დროს და საათს დარჩით BMG-ზე. ისინი გამოხატავენ მზადყოფნას ამ განცხადებაში განიხილონ ქეშბექების და რეტრობონუსების გაუქმების საკითხი იმ პრინციპით, როგორც ეს შეესაბამება, რომ ამ შემცირება აისახოს მისაწოდებელ ფასში. თუმცა ასეთი ნაწილობრივი ნაბიჯები აღნიშნავენ ასოციაციაში თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ფასის არსებით გაიაფებას. თუ პარალელურად არ მოხდება მიწოდების სისტემის გარდაქმნა, ლოგისტიკური მოდელის დაახლოება იმ ქვეყნებთან, მათ შორის გერმანიასთან, რომელიც მთავრობის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მაგალითის სახით. ასოციაციის წევრ კომპანიებს უკვე აქვთ ინფრასტრუქტურული საფუძველი იმისთვის, რომ ეს ტრანსფორმაცია ეტაპობრივად განხორციელდეს. ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება როგორც ბიზნესის, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების კოორდინირებულ და თანმიმდევრულ მუშაობას. უახლოეს პერიოდში ასოციაცია საზოგადოებას და შესაბამის სტრუქტურებს წარუდგენს კონკრეტულ ეკონომიკურ დასაბუთებულ და პრაქტიკულ წინადადებებსაც. ამის პარალელურად გავრცელდა
საკმაოდ საინტერესო ვიდეო Daily ჯგუფისგან, უმსხვილესი ქსელური მარკეტების მფლობელი კომპანია, რომელიც ბაზრის 13-ზე მეტს ფლობს, უпростоრად ბაზრის 33%-ს იკავებს თანახმად ბოლო გამოკვლევებისა. კომპანიის მესვეურების აზრით, სწორედ ეს არის გზა ზედმეტი ფასნამატის თავიდან აცილებისა და მათ შორის ქალაქის საცობებისგან განტვირთვის ევროპული გზა. მოდი ვნახოთ მოკლე ამონარიდი კომპანია Daily-ის მიერ მომზადებული და გავრცელებული ვიდეოსგან. საქართველოში არც თუ ისე ბევრი ლოჯისტიკური ცენტრია, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ჩვენთვის საკმაოდ კარგი გამოწვევა იყო და ეს სერვისი ნულიდან შევქმნით. ამჟამად პროექტში ინვესტირებულია 15 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც 10 მილიონი ლარის დაფინანსება მოხდა აწარმოა საქართველოს პროგრამის ფარგლებში TBC ბანკის მიერ. ჩვენი მაღაზიების 80-90%-ის დაფარვა ქუთაისიდან შეიძლება 2 საათის ფარგლებში. შესაბამისად, ქუთაისი თავისთავად შეირჩა იდეალურ ადგილად ლოჯისტიკური ცენტრისთვის. ამ მიზნით ვეწვიეთ პორტუგალიას, ნიდერლანდებს, ლიეტუვას, სადაც ჩასული ვიყავით ჩვენს გუნდთან ერთად, ადგილზე გავეცანით დეტალებს და დღეისათვის საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით უკვე ქუთაისში დავასრულეთ ლოჯისტიკური ცენტრი. პროექტი ჩაერთო ჩვენ პროგრამაში, კონკრეტულად აწარმოეს საქართველოს ინდუსტრიულ კომპონენტში 2021 წელს. მნიშვნელოვანია ამ პროექტის არსებობა არა მხოლოდ სააგენტოსთვის, არამედ ზოგადად ქვეყნისთვის, რადგან ლოჯისტიკური ცენტრების მშენებლობა წარმოადგენს ჩვენი პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას და არა მხოლოდ ჩვენი სააგენტოსთვის, არამედ მთლიანად საქართველოსთვის პრიორიტეტულია მსგავსი ტიპის ცენტრების მშენებლობა. განსაკუთრებით რეგიონებში და აღნიშნული პროექტიც ქუთაისში აშენდა და აშენდა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ კომპანია ასაქმებს 100-მდე ადამიანს, ადგილობრივებს და ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და წინსვლას. ახალი ლოგისტიკური ცენტრის მშენებლობასთან ერთად პარალელურ რეჟიმში მუშაობდით საწყობის მართვის სისტემის დანერგვაზე, რათა უფრო ეფექტურები ყოფილიყავით შიდა სასაწყობე ოპერაციებში. ამ სისტემის ძირითადი უპირატესობები არის ხილვადობის გაზრდა როგორც ნაშთების, ასევე ოპერაციების ჭრილში, მაღალი სიზუსტე მიღება-გაცემის ყველა ეტაპზე, შემომავალი და გამავალი ლოგისტიკის ოპტიმიზაცია, შრომის ეფექტური მენეჯმენტი და საოპერაციო ხარჯების შემცირება. ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას პროცესების ავტომატიზაციის მიმართულებით და ტრანსპორტის მართვის სისტემა არის შემდეგი ნაბიჯი, რაც საშუალებას მოგცემს სტატიკური მარშრუტებიდან გადავიდეთ დინამიურ მარშრუტებზე და უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ ჩვენი ავტოპარკი. შეკვეთების ასახვის შემდგომ ხდება ამ დავალებების სისტემაში ჩაშვება. ეს დავალებები თანამშრომლებს აესახებათ ტერმინალებზე. ამ ტერმინალის მეშვეობით ისინი უკვე ინფორმირებულები არიან, სად უნდა მივიდნენ, რომელ ადგილას, რა პროდუქცია უნდა აგროვონ და რა რაოდენობით. აგროვების შემდგომ მიდიან გადამოწმების წერტილზე, იქ კონტროლერი ამოწმებს უკვე სკანერის მეშვეობით სიზუსტეს აგროვებული პროდუქციის, იბეჭდება ლეიბლები, სადაც მითითებული არის კარის ნომერი, მაღაზია, მისამართი. კონტროლის დასრულების შემდეგ კონტროლერი განათავსებს ამ პროდუქციას შესაბამის კარტთან. შემდგომ მეორე დღეს უკვე დილით ითვირთება ეს პროდუქცია და გადის დანიშნულების ადგილას. ლოჯისტიკური ცენტრიდან ყოველ დილით ხდება 3 ტიპის პროდუქციის გადატვირთვა. ეს არის მშრალი პროდუქცია, თელის საკონდიტრო წარმოების პროდუქცია, დეილის ზაკვების პროდუქცია. პირველი ბორტი მუშაობას იწყებს დილის 3 საათზე, ძირითადი ბორტები მუშაობას იწყებენ დილის 6 საათზე. 6:30-ზე მოდიან გადატვირთვის თანამშრომლები, წინასწარ გაწერილი ზედნადებების საფუძველზე ხდება როლპალეტების დატვირთვა მანქანაზე და წინასწარ გასაზრდული მიმართულების მიხედვით გასვლა და ჩარიგება. 3 სახის ტემპერატურული რეჟიმი გვაქვს საწყობში, ეს არის მშრალი პროდუქციის განყოფილება 0-დან +20 გრადუსამდე, გაყინული პროდუქციისთვის სამაცივრე განყოფილებაში 0-დან -22 გრადუსამდე და პლუს მაცივარში 0-დან +8 გრადუსამდე.
HASP ეს არის აბრევიატურა და იშიფრება როგორც საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები. ევროკავშირთან ხმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების თანახმად სასურსათო ჯაჭვში მონაწილე ნებისმიერ რგოლს აქვს ვალდებულება დანერგილი ქონდეს ეს სისტემა. შესაბამისად, Daily პასუხობს ამ გამოწვევას, საკანონმდებლო ცვლილებას და მაღაზიებში, სადისტრიბუციო მანქანებში, წარმოებებსა და ქუთაისის ლოჯისტიკურ ცენტრში დანერგილი აქვს ეს სისტემა. უსაფრთხოებისა და ტექნიკური სტანდარტებიდან გამომდინარე, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება შეეძინა ჰიდრავლიკური ძრავებით აღჭურვილი ლიფტიანი მანქანები, რომელიც საშუალებას აძლევს მიწოდების თანამშრომელს დამოუკიდებლად და უსაფრთხოდ დატვირთოს და ჩამოცავლოს ტვირთის სავაჭრო ობიექტთან. ავტომანქანები აღჭურვილია როგორც შიდა, ასევე გარე დისტანციური პულტებით. ლიფტები აღჭურვილია შემაკავებელი ბარიერებით, რომელიც საშუალებას აძლევს დისტრიბუტორს უსაფრთხოდ ჩამოიღოს დატვირთული როლპალეტები და არ მოხდეს როლპალეტის დაგორება. Daily-ისთვის მნიშვნელოვანია ეკოლოგიაზე ზრუნვა. შესაბამისად, სუპერმარკეტებიდან ნარჩენები, როგორიცაა მუყავა და პოლიეთილენი, ტრანსპორტირდება ლოგისტიკურ ცენტრში, სადაც ხდება მათი გადამუშავება. არც ერთი ნარჩენი არ ხდება მუნიციპალურ ნაგავსაყრელებზე. ვფიქრობ, რომ ცუდი არ გამოგვივიდა. მოდი აქვე იმასაც გეტყვით, რომ Retail ასოციაციის განცხადებაში არის აღნიშნული, რომ საქართველოს FMCG სექტორში მიწოდების ჯაჭვი არის არაეფექტიანი და აღნიშნულში ძირითადი წვლილი არ ამ წარმოებლების და სუპერმარკეტების, არამედ სადისტრიბუციო კომპანიებში აქვს. როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, მსხვილ ევროპულ ბაზრებზე წარმოებლებს აქვთ მიწოდების ცენტრალიზებული სისტემა, რომელშიც მესამე პირების სახით სწორედ დისტრიბუტორები მონაწილეობენ და მათი პროდუქცია პირდაპირ ქსელებში შეაქვთ. საქართველოში კი დამკვიდრებულია სისტემა, რომელშიც დისტრიბუტორები მონაწილეობენ, რომელთა ოპერირება არაეფექტიანია, რაც საბოლოოდ სუპერმარკეტისთვის მიწოდებული პროდუქციის გაძვირებას იწვევს. ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტში მორიგი შეხვედრა ფასების კომისიის ფორმატში დღესაც გაიმართება. ამჯერზე ხილის, ბოსნეულის, წვენებისა და ჯემების ადგილობრივი მწარმოებელი კომპანიების მონაწილეობით, ბაზრის სტრუქტურის ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვაც მოეწყობა, ასე რომ დარჩით BMG-ზე და მოგაწვდით სრულ ინფორმაციას აღნიშნული შეხვედრის მიმდინარეობის შესახებ, ცხადია, თამდევი კომენტარები.